დასრულდა. რა დასრულდა ეჭვები, რა დასრულდა ტოქსიკურობა, რა დასრულდა მარტოობა, რა დასრულდა სიღარიბე, რა დასრულდა? ხო, ზუსტად ეგ დასრულდა. ის რომ გეყოფა. ადექი, ჩაიხედე სარკეში. რა დღეა დღეს? 1 ნოემბერი. მერე რას ელოდები? მოდი ნახოთ. არ მაინტერესებს. წადი ყავა მოიდუღე, წვენი, ჩაი, მიდი დროზე. არ მაინტერესებს ღია გულით მოусმენ. კაიგე, ბოლომდე დარჩები და მოусმენ, რასაც გეტყვი. მოდი ნახოთ ნოემბრის თვეში რა უნდა მოიზიდო. გარდააროფში მეტი წითელი, მეტი იასამნის ფერი, შილაკის ფერი. კაი, მაინც გეტყვით. შავი, ყავისფერი და წითელი. წითელს ყოველთვის აქვს. აი, ჩემი მარლი მართალია, მე თანხმება. წითელი არის ყოველთვის ეფექტური. მამაკაცებო, თქვენც გაითვალისწინეთ. მოდით ნახოთ ნოემბრის თვე. რას მოგიტანთ ნოემბრის თვე? სტაბილურობას. ხვალინდალი დღის საყრდენს, ეს იქნება ფინანსური სტაბილურობა, ეს იქნება თქვენი მენტალური ჯანმრთელობის მხარე, იქნება მეტად მყარი და სტაბილური, თქვენ წარმოიდგინეთ. წარმატება იღბალი მოდის თქვენთან. აი ამიტომაც თქვი ვიდეოს დასაწყისში, რა გვინდა ჩვენ დღეს? რა გჭირდება? მეტი რწმენა საკუთარი თავის, იმიტომ რომ ჩვენი ფიქრები წარმართავს ჩვენი ცხოვრების 90%-ს. დარჩენი 10%. ვიცით რაზეც არის დამოკიდებული. ვიღაცისთვის პირდაპირ მნიშვნელობით, ვინც არის მაძიებელი ადამიანი, მათ არ ეხება. ვინც ხართ მაძიებლები, სწორედაც ეხლა უნდა დაისვენოთ და უნდა მიიღოთ ის შედეგი, ის ნაყოფი, რა ენერგიაც ჩადეთ, ნოემბრის თვეში მიიღებთ სტაბილურობას ფინანსებში, სტაბილურობას მენტალურად, ფიზიკურ ჯანმრთელობის დონეზე, წარმატება ძალიან ბევრისთვის იქნება ფუნდამენტი მყარი ურთიერთობების. ვისაც ოჯახი აქვს, რა თქმა უნდა, მეტად გამყარდება. ხოლო ვისაც აქამდე უდარდელი, გაუაზრებელი ცხოვრება გქონდათ, ესე მოგიკაკუნებენ და გეტყვიან, babe, გეყოფა, მოდი გონს. დროა განვითარდე, დროა ჩახედოთ, რა დროში ცხოვრობთ, როგორ იცვლება სამყარო, რა ხდება, გამოფხიზრების პერიოდი არის, გესმით? და გამოგიყვანენ ამ ძილის მდგომარეობიდან. გინდათ თქვენ ეს თუ არ გინდათ. და გახსოვდეთ ასევე. გამორიცხულია არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. არ არსებობს. რა სიტუაციაში ახლა არ უნდა იყოთ, რაც არ უნდა ხდებოდეს ახლა თქვენს ცხოვრებაში, იცოდეთ რომ ამას აქვს დასასრული. გამორიცხულია, ყოველთვის ბნელ მხარეს მოსდევს ნათელი. ყველა ბინს მოსდევს განთიადი. დამიჯერეთ. ბოლოს დავასრულებ ესეთ რაღაცას, რომ ნოემბრის თვე თქვენთვის იქნება იმედით სავსე, სიყვარულით, რომანტიკით სავსე, ახალი ნაცნობობით. ვიღაცა, ვინც წლების მანძილზე გაშორებულია საკუთარ ადამიანს, ბედით ხდება ესეთი გამონაკლისებიც, დამიჯერეთ, ბედით თქვენ უნდა შეხვდეთ ისევ წლების შემდგომ, თუნდაც თქვენ ბავშვობის სიყვარულს და უნდა აღადგინოთ თქვენი ურთიერთობა. ნოემბერი ძალიან ბევრ საჩუქარს მოგიტანთ. ვიღაცისთვის გამოცდის პერიოდი იქნება, მაგრამ ესეა საჭირო. სანდო მეგობრებს შეიძენთ. დააკვირდით, 18 რიცხვი იქნება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ვინც დიდი ხნის მანძილზე ებრძვის გარკვეული სახის მენტალურ პრობლემებს, ფიზიკურ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დამიჯერეთ ნოემბრის თვე, მოგიტანთ თქვენ ისეთ ენერგიას, რათა შეძლებთ ებრძოლოთ ამას და პროგრესში წახვიდეთ. და დაძლიოთ ეს დაავადება. მთლიანად მთელი ნოემბრის, ესე რომ ვთქვათ, მთელი ნოემბრის უმთავრესი ხაზი იქნება ის, რომ გჯეროდეთ საკუთარი თავის, გამოასწორეთ თქვენი ფიქრები, გჯეროდეთ იმის, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ის ღვთიური მარცვალი, ხო? გუშინ ჩემს მეგობარსაც ვესაუბრებოდი, ის ღვთიური მარცვალი, რაც ჩვენში დევს, მიუხედავად ამ სამყაროს, ამ მატერიალური სამყაროს ქაოსისა, ხო? ჩვენ ხვალინდელი დღის იმედი, საკუთარი თავის იმედი როცა გვაქვს, სწორედ ეს არის ჩვენში ის ღვთაებრივი მარცვალი. ასე რომ იმედი არ დაკარგოთ. ნოემბრის თვე არის იმედის თვე. თქვენი თვე არის სტაბილურობის, საჩუქრების, სიყვარულის. კი ბატონო, არ არსებობს ეს ცხოვრება განსაცდელების გარეშე. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ყველა შებინდებას ღამეს მოყვება ნათელი, მოყვება განთიადი. გამოუვალე მდგომარეობა არ არსებობს. გაიღიმეთ, ღია გულით მოусმინეთ ამას, დამიწერეთ კომენტარებში, მოიწონეთ, გამოიწერეთ გვერდი ენერგობალანსირებისათვის. დაიჯერეთ საკუთარი თავის. ზოგჯერ გვაქვს ხოლმე ისეთი მომენტები, როდესაც არ გვჯერა, მაგრამ შემოუძახეთ თქვენს თავს. იპოვეთ ის პატარა მიზეზი, რომელიც მოგცემთ თქვენ. საშუალებას იაროთ წინ და არ გაჩერდეთ. ხოლო ვისაც დახმარება გჭირდებათ, მომმართეთ, რითიც შემეძლება არ დაგზარდებით. ბედნიერი და ტკბილი ნოემბერი. მომავალ შეხვედრამდე.